ფაქტობრივად გამოვიდა, რომ უკრაინელების ხელით ეომა ამერიკის შეერთებული შტატები, აომა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი, იმიტომ რომ მიიღო მეტი გავლენა, რესურსი და მიიღწია იმ პოლიტიკური ამოცანებისთვის, რომელიც იდგა და დგას ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე. ანუ ვიქტორია ნულანდი იყო აბსოლუტურად გულწრფელი, როდესაც ამბობდა, რომ ეს არის არაჩვეულებრივი ოპერაცია ჩავატარეთ, ფულად გავეცით და უკან დაგვიმბრუნდა ჩვენ და ამერიკის ეკონომიკასაც გააძლიერა და სამუშაო ადგილები შექმნა ერთი ჯარისკაცი ზარდაღუპია, ისე მივაღწია ჩვენს მიზნებს, რატომ თქვა ეს საჯაროდ მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ისედაც იყო გასაგები და ახლა უფრო და უფრო თვალნათელი გახდა. თქვენ ახსენეთ საქართველოს და უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებისთანავე გამოიკვეთა ეს ხაზი, უკრაინა ტერიტორიულად კავკასია და შემდეგ ახლო შუა აზია, ეს იყო აი ცეცხლის ხაზი, ცეცხლის რკალი, სადაც უნდა განვითარებული იყო ეს სისხლიანი მოვლენები. ასევე თქვენ აღნიშნეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არავის არ აინტერესებს რა საზღვრებში დარჩება უკრაინა თუ უკრაინის მსგავსი სახელმწიფოები, რამდენი ადამიანი დაიღუპება, რუსეთს ხო არ აღელვებს და აღელვებს, მით უმეტეს არ აღელვებს დასავლეთს და სხვა მოთამაშეებს, რამდენი უკრაინელი დაიღუპება და ასეც არის და ჩვენ ამას ვხედავთ, მთავარია ვინ რამდენს მიიღებს იქედან და მოვადექით უკვე ჩვენს პრობლემას. ჩვენ კვლავ რჩებით, იმიტომ რომ აქვე არის შავი ზღვა და ბევრი სტრატეგიული დანიშნულება აქვს და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს იმ ადგილს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ამ შემთხვევაში ჩვენ წინაშე რა საფრთხეები დგას, რომ ჩვენ არ დავიგრიჯოთ ამათ შორის, იმიტომ რომ ესმის თუ არ ესმის ეს ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ვიარსებებთ თუ არ ვიარსებებთ, ეს არავის არ აინტერესებს. მით უმეტეს არ აინტერესებს რა საზღვრებში ვიარსებებთ, ამ მიწას დაინაწილებენ და შემდეგ ერთმანეთში გარიგდებიან იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც უდგათ. ჩვენ რა საფრთხები გაგვეზარდა და რა საფრთხები დარჩა და შავი ზღვა როგორც ჩვენი ბედისწერა, როგორ შეიძლება შემოწიოს. უკრაინის კეის ერთ წუთში, ესე იგი, იქიდან ანალოგია წამოვიყვანო, ესე იგი ვიფიქრებთ, რომ უკრაინელებს ეს ომი მოახვიეს მათი სურვილისგან, ასე ვთქვათ, განსხვავებით. არა, მე არ ვფიქრობ ასე. იმიტომ რომ უკრაინელები ეს არის როგორც როკის სპა, დაქირავებული ლანცხეტების, ასე ვთქვათ, ერთობა, ესე ჩამოყალიბდა მე-16 საუკუნის შუა რიცხვებში. ტერმინი მაშინ უკრაინა ცნობილი არის, მაგრამ თქვენ თუ მიადევნებთ იმ სამკუთხედში მოვლენების სამხედრო პოლიტიკურ განვითარებას, მათ შორის ეთნიკურ, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციებს, რაც იყო პადოლიაში, ესე იგი ზაპოროჟიეში, სადაც ჩამოყალიბდა პირველი, ასე ვთქვათ, უკრაინული ცნობიერება საზღვარზე პოლონეთს, რუსეთსა და თურქეთს შორის, აი ეს ეთნოსი, კაი გაგებით. მე ცუდის თქმის უფლებაც არ მაქვს. დაქირავებული ომობდა, იღებდა ობინ საფასურს თურქების მხარეზე, რუსების წინააღმდეგ, რუსების მხარეზე, თურქეთის წინააღმდეგ, პოლონეთის წინააღმდეგ.